და ყველა ესმა, ვით თარმეთ მრავალნი მივლენად მისა მოდორწვინავენ და არა შეუტევნიან იგინი მეკარეთა. ესე იგი, საჩივრებით, თხოვნებით, მოკლედ უამრავი ადამიანი მოდის ალექსანდრიის პატრიარქია, თან ფაქტიურად მმართველიც არის ეკლესიისას და დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და მოვლენ მოდორწვინავენ, ანუ ვინც დორწვინავენ, ანუ ვინც უკმაყოფილოა, ვისაც ათხოვარ ეხმოთ ესეთი მთხოვნელები მოდიან და არა შეუტევნიან იგი მეკარეთ, ანუ კაცები არ უშვებენ და მიერიდან ყოველთა დააექერეს რომ გაიგო ყოველთა ოთხშაბათსა და პარასკევსა დადგმაც საყდარი და სკამები წინაშე ეკლესიისა გარეთ, ტაძრის გარეთ გამოიტანდა საყდარს და ოთხშაბათს და პარასკევს იჯდა ისე რომ ყველას შეეძლო მასთან მისვლა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რითი არის ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი, რომ ესე იგი ძალიან თითქოს დღევანდელობისთვის არის ეს ყველაფერი დაწერილი რა. ესე იგი აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ ბოლო დრომდე, როდესაც უკვე ფიზიკურად არის პატრიარქი დაუძლურებული და მასთან მისვლა საფრთხის შემცველია, ანუ შეიძლება რაღაცა ინფექცია მიუტანო, ამიტომ შეზღუდულია, მასთან ეხლა არის შეზღუდული მისვლა. და აი ბოლო დრომდე, ხო? აი ხა ჩვენ ვემზადებით 50 წელი უნდა აღვნიშნოს პატრიარქობის. აი პირველი 40 წელი სრული დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მასთან მისვლა და ლაპარაკება. ნებისმიერ ადამიანს თუ მოინდომები პატრიარქის ნახვას, პირადად, ვინც არ უნდა ყოფილიყავი, აუცილებლად მოახერხებდი ამის გაკეთებას, უბრალოდ უნდა გწოდნოდა როგორ. შეიძლება ეს ტაძარში გეთქვამისთვის რომ თქვენი ნახვა მინდა, ან მისულიყავი საპატრიარქოში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აი ჩვენი დროისათვის. ჩვენ პატრიარქზე მოკლაპარაკ. ესე იგი, რითი ახსნა ეს იოანემ ეს რომ აი საოცრელი გამოიტანა თავისი და მთელი დღეს ის და ღებულობს ამბობს. ჩვენ ქრისტესთან მივდივართ, ესე იგი და ვთხოვთ მას და ის გვისრულებს და ჩვენ როგორ ამდენად უფრო გმართებს ერთმანეთის მოსმენა და ამიტომ მე ვიღებ ყველას და მეორე კიდევ ის რომ რომელი საწყავლითაც მიუძღვე, იმითი მოგეწყვება. აი შენ როგორც სხვას მოიქცევი, შენც ისე მოგექცევიან და რასაც აი შენი საქმის მიხედვით მოგეზღვება შენ და ამიტომ იგი პირდაპირ ღებულობს ესე იგი ადამიანებს უშუალოდ ღებულობს.